მე მგონი ესე კაია. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მე და გვანცა ისეთი გართულები ვართ ფუსფუსში ძალიან ეთილი საქმე გვაერთიანებს და ჩვენ. კი, ნახე, აი ყველა მშობელმა ჩაიხედოს თავის გულში რამდენჯერ ჰქონია პრობლემა, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი ახალი სათამაშოსი საკუთარი შვილისთვის. მეორე პრობლემა, სამწუხარო პრობლემა, როდესაც არ არის ოჯახში საშუალება იმისა, რომ განახლდეს ბავშვის სათამაშო ყუთი, ასე ვთქვათ, და ბავშვის ინტერესები იქნას დაკმაყოფილებული ასაკის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის ანუ კრეატიული თან ბავშვიც რო ჩართულია ისეთი ქმედება, ჩვენ არ ვიცი რამდენად ჩანს, მე და გვანცა ვცდილობთ რომ გავაკეთოთ სამზარეულო პატარა ადამიანებისთვის, რომლებიც მე შემოვლენ და თავიანთ ფანტაზიაში გააცოცხლებენ ამ სამზარეულოს და გახდიან ნამდვილად. მე მახსოვს ჩემი თავი რომ გიჟდებოდი ამ ტაფებით, ქვაბებით დავდიოდი და რაღაცებს ვიგორნებდი ხოლმე და აი მაშინ არ მქონდა ეგეთი სამზარეულო. და კიდევ მესამე შემთხვევა, როდესაც ჩვენ ოჯახში ვყიდულობთ რაიმეს და გვაქვს ეს ყუთები, ვერ ხვდებით სად წავიღოთ. დავაწყობთ მე ურნასთან და ვაგდებთ როგორც წესი, იმიტომ რომ არაფერში არ გვადგება. ჩვენც აი ესეთი ყუთები ავიღეთ და გავაკეთეთ ესეთი რამე. მე ჩემს გვერდით არის გამწოვი, აი მე მგონი გავს გამწოვს. ახლა ამას დეტალებს შევმატებ, დიახ, აი გამოიწიეს, ცოტა არ გაგიწოვოს. მიკროტალღური ღუმელი, რომელსაც ახლა მე უკვე ვახატებ ჩასართველ, ასე ვთქვათ, ღილაკებს და დიმიტრი, შენ დახმარება დაგჭირდება აუცილებლად. ამ ყველაფერს ახლა ხო ჭირდება რომ გაიღოს ფუნქციაც რა შეიძლება. მე გამოვძახებით ხარ. უკვე? მე მაქვს გასქურა, რომელიც ჯერჯერობით მე შემოვხდები, ყუწია, მაგრამ გახდება გასქურა და მარინა იქნება როგორც ყოველთვის ჟიური. კარგი, ახლა მე კარტები უნდა დავკიდო ჯერ. მოდი, აი ეს ამომიჭერი მიკროტალღური ღუმელის კარი თუ არ შეწუხდები. მე მეც დამჭირდება აქ ნიჟარამ გავაკეთე რა არის კაი და რა არის ცუდი. ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა. ხატა რომელს გეხერხება და არ დინდავქნა? იცი რა აქ თუ ონკანს მივიყატავ თუ რთულია მეცადებს. შეცდები აქ ონკანი და მიხატავ მიდი მაშინ. რა უნდა მიახატო? ონკანი ნიჟარა უნდა გავაკეთე რომელშიც და მე აქ გავაკეთე ფარდებს. სამზარეულოს ხო უნდა სიმყუდროვე და ფარდები. ოღონდ არ ვიცი გამომივა თუ არა, მაგრამ არა უშავს, ხო ეცდები და. აი ასე. მოვნიშნავ მე ხა ამ სახელოს. მიშნე დენასოლე. უნდა მიახატო ფარდები? იცი რა, მე ხა გავაბავ ესეთ ბაბ ლენტს, ასე ვთქვა და მე ესე დავკიდებ. არა, თქვენ ახართ ხელმარჯვე ოსტატები. მე იცი რა, ეს იმდენად როგორ გითხრა, ემოციურიც არის, რომ გინდა რომ ასიამოვნო. ბავშვობაში გაბრუნდეს. საყვარელ ადამიანს, კი, ნამდვილად, ასე რომ ეს ძალიან კარგი ქმედება. თუმცა დრო ისე მალე გაიპარა რეკლამამდე ჩვენი, რომ რეკლამის შემდეგ უფრო შედარებით გასაცვლებული სამზარეულოს დაგვონდები და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ამბით, ასე რომ დაგველოდეთ ჩვენ გავაგზავნეთ მუშაობას. თქვენ ახართ ჯადოქრები გოგოებო. მე გასკურეს გავახატეთ, ერთი გაზი ავანთე, კიდევ ცხელი იქ არ მიხვიდეთ ბავშვებო. არ გამოვა. მოკეთ ერთი პატარა მოგრძო ნაჭერი ვიპოვე, კუბოკრული, რომელსაც ფარდების დატვირთვა მივეცი. ხა ერთი ბაბთა ლენტი გავაბი ესე. მივაწებეთ ამ კედელს და ხა მე ჩამოვკიდებ ფარდას, აი მას მე გავუკეთებ ესეთ პატარა. ხო, აი ცოტა ეგ მიეცი მან ესეთი. ხო, გავუკეთებ ამასაც. ნახე და მეორეც რა გამზადებული. ლურჯი მარკერი მინდა. როგორ გითხრათ, საკანცელერიო? არ არის აქ. აი აქ არის, აქ გვანცა. სარჭი მაქვს და ამ სარჭით დავამაგრებ. შენ ცხელი წყალი, ცივი წყალი გააკეთე? მე ცხელი და ცივი წყალი მივახატე. კარგად რომ დავდებოდეს ოღონდ რა. ძიმ შერაშვები. მე კარებებს ვიკეთებთ რა. უი რა ფიჭი ხარ, ეს ის არის რა. ძიმ აკეთებს კაცის საქმე. დურგარ. აი ამ ფარდის მარჩენილი ნაჭრისგან. პატარა ნაჭრება მარცხნივ გაწიერ. თითნაირი ყოფილა. არა, ხო, მარცხნივ გაწიო სიმეტრია მოიქო. ხო, სიმეტრიის ამბავში. ფარდის ნაჭრისგან ჩვენ გავაკეთეთ სახელურებით, აი მაგალითად მიკროტალღური ღუმელი ესე იღება. დედა, თიკა, შენ მოიფიქრე სულ? არა, მე რატო მოვიფიქრე, მაგრამ ერთს ვიტყვი, იმდენად სასიამოვნოა ეს. მაგარი. იმდენად ვერთობი მე თვითონ და ამას რომ გოგოები არ ყავს. ხო, მე ვთქვი ეგა, რომ ის დროა გოგოები ყავდეთ. სახლობანა სითამაშებდით. კარგით, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ამ ნაწილში და ვაკეთებთ, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ყუთებისგან, რომელიც გადასაგდება შეიძლებოდა გქონოდა გამზადებული, მაგრამ დამეთანხმება ჩვენი მაყურებელი, რამდენი ნივთი გვაქვს სახლში მოქმედი და საჭირო, რომელსაც უბრალოდ ჩვენ ვერ ვხმარობთ და შეიძლება ის არ გამოგვადგეს. ნინო ხოსტარია წავიდა ვაკის პარკთან, რომ
ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, რას აკეთებს იქ? გადაეჭრა და აღონ არ ვიცით რა ხდება იქ და რა გზით ცდილობს ის ამ პრობლემის გადაჭრას. ნინო, სად ხარ და რას აკეთებ? შუადღე მშვიდობისა ტელემაყურებლებს და შუადღე მშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო. ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბოდიში რომ შემოგეჭერით ასე ეთერში, მაგრამ ძალიან მეჩქარება ამ სასარგებლო და კეთილი საქმის დაანონსება. თან მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი დრო დაჩეთ რომ ჩაერთონ ამ საქმეში. მოკლედ რა ხდება? გუჩინ საღამოს აი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავიარე და შევნიშნე რაღაცა უცნაური პატარა სახლი ძალიან ფერადი და ჩვენ სევდიან ქალაქში ხომ იცით ყველა ჭრელი და ფერადი ლაქა, როგორი ყურადღება მისაქცევია. მოკლედ გადმოვიდი მანქანიდან, მივედი, გავარკვიე და აი დღეს უკვე ვარ 1 წუთით. აი ორი ასეთი პარკით მოსული, აქ არის გადავაწყვეტ ასაცმელი გოგოების და ბიჭების, სხვა შორის კარგი თბილი შარვლებია ბიჭებში და ლამაზი გასაპრანჭი გოგოებში, ცოტა კიდე ჰიგიენის და კოსმეტიკის საშუალებებიც მივაყოლე. რაშია საქმე? ახლა აგვიხსნიან ამ საქმის მესვეურები. ორი ბიჭია, თემო და მასტო, პატარა გიტარა, ოკულელეთი. სალამი. რომელი დაიწყებთ? მასტო. მე კი გავიგე, მაგრამ მე მინდა რომ ჩემმა მეგობრებმაც გაიგოს და რა თავარია მაყურებლებმა. ეს პატარა სახლი? ესე იგი, ეს არის მოგზაური სახლი. სისტემა ეკო არის ჩვენი პროექტი, ანუ ჩვენი ორგანიზაცია, ესე ვთქვათ, ორგანიზაცია და ერთ-ერთი ჩვენი პროექტი არის მოგზაური სახლი. ანუ ამ მოგზაური სახლის იდეა ის არის, რომ ანუ უბრალოდ უბან ესე დავდივართ ქალაქში და ვტოვებთ ამ სახლს. ერთი რამოდენიმე დღე, 3-4 დღე, მე შემდგომში ამ სახლს ხსნით, ვათვალიერებთ თუ შეგინთ რა არის, ვაფასებთ და მე გაჭირვებულ ოჯახებში ვაბარებთ. ეს გასაგებია, მაგრამ აი ისიც ახსნათ, რისი მოტანა შეუძლია ადამიანს, რომ ამ სახლის საკვამურში ჩაუშვას. გეტყვით, ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც აი ესე გიდევთ ოთახებში და აღარ ხმარობთ და აი ფიქრობთ ელოდებით სეზონს, რომ აი როცა წავალ სადმე, აი დავუშვათ სოფელში. ხო, იქ არიან უფრო ესეთი ოჯახები და მათ წაუღებთ. უკვე შეგიძლიათ ჩვენ სახლშიც მოიტანოთ, ჩვენთან ჩაყაროთ და ჩვენ თვითონ წაუღებთ სოფლებშიც და არა მარტო სოფლებში, თბილისშიც ძალიან ბევრი ჭირდება ესეთი ტანსაცმელი იქნება, ეს სათამაშოები იქნება, ბავშვები მოდიან ხოლმე, პატარა ბავშვები უვნიდან და ისინი ყრიან ხოლმე თოჯინებს, რა ვიცი, მანქანებს ბავშვები და ჩვენ მიგვაქვს მე ოჯახი. ხო, ყველაფერი ფულის გარდა. ეგ არის ერთი რომ ანუ ძირითადად ეხლა არის ხოლმე კოდები და აი ჩაგვირიცხეთ თანხამ კოდებზე. ხო და ეს ხმარდება რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, არ ვიცი, მე არ გავყოლილ არ ამყავს, მაგრამ ჩვენი ტანსაცმელი ვიდეოებიც გვაქვს, აუცილებლად მივა. რამდენი ხანია რაც სახლი მოგზაურობს თბილისის ქუჩებში და როგორი აქტიურობაა? 9 წელიწადია, რაც აქტიურობდა, მე რაღაც ანუ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი რესურსებით ვაკეთებდით ამ ყველაფერს. კამერები, დამონტაჟება და ეს ყველაფერი და უბრალოდ მე ისე მოხდა, რომ ზოგმა სამსახური დაიწყო, ზოგმა რაღაც პრობლემები გამოუჩნდათ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და რაღაც შევეშით და რამოდენიმე თვე არის, რაც ანუ ისე იმდენად ვეღარ ვაქტიურობთ, მაგრამ აქამდე კარგი, მაშინ მაინტერესებს ამ მოსახლეობის აქტიურობი და რომელი უბანი და რომელი ქუჩაა ყველაზე აქტიური? ესე იგი, შენი ტყვი ძალიან დელიზე იყო ყველაზე მაგარი უბანი. აუ კი, თავიდან დავიწყეთ, მოკლედ აი იმდენი ტანსაცმელი შეგვიგროს, სუპიროლი ორი ჩაწერა იყო, ძალიან მაგარი. მე სხვა უბანში რომ გადავიტანეთ, ნუ აღარ ვიტყრა უბნები იყო, მაგრამ სხვაგან იყო ზოგმა ნაგავი ჩაყარა, ზოგმა სიგარეტები არ ვიცი. ნაგავიც ჭირდება, ხო შეიძლება რა იფიქრო და კი, როგორ არა, ნუ რაღაცა. მოკლედ ჯერჯერობით დაწინაურებულია დელისი, ეჭვიც არ მეპარებოდა, ყოჩაღ დელისი და ახლა ვნახოთ როგორ იაქტიურებს ვაკე. მე მინდა ერთადერთი თქვენს, ჩემო ძვირფასო წამყვანებო და რა თქმა უნდა თბილისის მაცხოვრებლებს ვუთხრა, რომ ჩვენი ეთერის მსვლელობის დროს სახლი გადმოვა, მოგორდება ასე ვთქვათ ვაკის პარკის შესასვლელთან, მე დავრჩები აქ და ჩემ პარკებს ხომ ჩაუშვებს აკვამურში და იმედი მაქვს, რომ თქვენს შემოგვიერთდებით და ერთად გავავსებთ ამ სახლს და უკვე ვაკის პარკი დაიჭერს ლიდერობას. ნახოთ. თუ ტელევიზიიდან მოტანილი ნივთებით და ეგრე კი არ არის. ნინო, მადლობა და მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც უჩნდება ესეთი იდეები სხვა ადამიანების დახმარებისთვის. ჩვენ არაჩვეულებრივი ინიციატივა. ჩვენ რამეს აქ თუ ხედავთ, აქედან ბევრი კი არა. ბევრი შეიძლება. ყველაფერი მანდ იქნება ცოტა ხანში და ერთი მაგარი კაი კაცი მოიტანს მაგას ყველაფერს. ძალიან ნეტა ვინ არის? ხელი ხო არის? აქ არის ფოთაშორის სასკოლო წიგნები, რომელიც ჩემს შულს გამოადგება. მე-9 კლასში გამოადგა მთელი კომპლექტი, ასე რომ მე სიამოვნებით გავაჩუქებ და
სურველი იმ სახლში იპოვის. კი, მეც მოვიტანეთ ასაცველი, ცოტა ჭურჭელი, სათამაშოები და ყველაფერი მოვიტანეთ და კარგი და ეს საათი სადავკიდო, აქ უხდება? უხდება. კი, უხდება. დაიკიდება? რა ვიცი, აი ორმაგით, აი ყველა მიცით ეს ინვენტარი, რასაც ჩვენ ვიყენებთ ახლა გასაკეთებლად, არის ორმაგი წებოვანი ქაღალდი, რომელიც იჭერს, ასევე არის მარკერები. მე ძალიან გავერთე ხო, აქ. საჭრელი დანები. სხვათა შორის კედელიც თუ არის ცოტა ისეთი კედელო გაიმეტო, კედლის მოხატვა შეიძლება. თინა, შენ ცეცხლა შეიძლება ჩემი პატარა ტაფა დავდო? კი, იმიტომ რომ ცეცხლიანთია ელოდება უკვე საწმლის მომზადებას. აი, მაშინ მე შენ მოტანილიმეებს დავდებ, კარგი კიდევ აქა. სუნელებს ხონდა. მე აქ ბავშვებს მოვუწყობ. არ მგონია თქვენ სამზარეულოში არ არსებობდეს ისეთი ნივთები, რომლებიც თან გამოგადგებათ და თან შეგიძლიათ თქვენს პატარებს ათხოვოთ იმისათვის, რომ მათაც დაიკმაყოფილონ ეს ღიასახლისური მოთხოვნა. როგორი ისა, ეხლა მე დავკიდო ნახე ეს რა ლამაზი ნივრისის სიტყვა. სადილის დრო მოდის, რამე ხომ მოვიტანო, ვარბეინო უცებ. აი მე მამა ხარ ხო შენ? მარე მოვეწყე და ჩავირბენ უცებ და ამოვალ. თინა, რა შემოგეხმარო? მე სახელურები მაქვს მისახა. იცი რა დავინახე? ტაფის ისა რა ქვია? რო ამოურიოთ. მარკერს ვეძებ. ეხლა მე როგორ ვარ, ხო, ჩემი საქმე გავაკეთე, კარებები გამოჭერი, საფარდე დავკიდე, ისე და ეხლა გელოდებით. რომ ამუშავებთ, ეხლა უნდა მასადილოთ კიდევაც. ეს ძალიან ლამაზია. გოგო, ყავა ხო არ დავლიოთ მე რომ მოვჩებით საქმიანო. გამიკეთ ერთი რა, საშუალო. გვანც, აი კვერცხი არ დაიწოს, გადმოაბრუნე. ხო, აი მაგას ვეძებ. სადღაც დავით. ჩვენ მაგნიტოფონიც კი გვაქვს. მერე ჩართოთ რაღაც სიმღერა, აი უხდება სამზარეულოს. პეტელია წიქები გვაქვს. თავარი კი ის არის, თიკა მე მგონი აღნიშნა რომ ამ ყველაფერში ბავშვები ერთვებიან იმხელა სიხარულით მზადების პროცესში. გადავირიე, ნუ. შენ მარინაც კი წამოხდა ფეხზე დახმარების სურვილი. ბავშვებიც ერთობიან, დიდებიც ერთობიან. მარილი ხო მარაკლია რამეს იცი? ჩემ პირ საბანში, სადაც ონკანი გვანცა მიმიხატა, უბრალოდ ნიჟარაში, ჭურჭლის არეჭში. ჩავდებ იმას რა ქვია რაიმეს. უკაცრავად ეს რა არის? ეს ჭურჭლის არეჭი ნიჟარა. ეს ნიჟარაა, ნიჟარა. დიახ. მოკეთ ერთი შეხედვით ნივთები რომელიც იქიდან შევხედავ. არ გჭირდებოდა მუყაოს ყუთები იყო რომელიც რაღაცას მოყვა არ ვიცი შეძენის დროს თუ არ ვიცი სხვა უბრალოდ ქუჩაში იყო და გავიჩნდა იდეა კარგი რომ ჩვენი ბავშვების ყოველდღიურობა გაგვაფერადებინა და გაგვემრევალფეროვნებინა ასეც დამეთანხმეთ ვერც ერთ მაღაზიაში ვერ შეიძენთ იმიტომ რომ შენი გაკეთებული და ამაში თუ შენი პატარა ჩართულია კიდევ უფრო საყვარელია და კიდევ უფრო დიდხანს იქნება ოჯახში და არ დაიმტრება იმიტომ რომ რაშიც თვითონ მონაწილეობს როგორც წესი უფრთხილდება ხოლმე ბავშვი აი ეს პატარ-პატარა ნივთები რომელიც ყოველ სახში მიმოყრილია ეს პატარა პლასმასის რაღაცა ჩაიდნებია თუ ტაფები ყველაფერმა მოიყარა თავი სამზარეულოში მე ჩემს შვილს დაუშვათ ბაჩუქე მე რაღაცა პატარ-პატარა ნივთების სამზარეულოს რომელიც მაინც და მაინც უკვე აღარ მადგებოდა და შეიქმნა ესეთი საყვარელი კიდევ ერთი რამ ნამდვილად არ გეგონოთ რომ ასეთი ტიპის სათამაშოთი მხოლოდ გოგონები ერთობიან იმიტომ რომ ვერ ხედავთ თანაბრად მოსწონთ აი მკეთების პროცესში მონაწილეობა და სხვათა შორის სამზარეულოც ძალიან აინტერესებს იმიტომ რომ სახლის განცდა აქ ყველა ბავშვს ესე ვთქვათ რომ სახლი რომ ისი იყოს მე როიალის ქვეშ ვაკეთებდი ხოლმე იცი რა კაია და სკამით რომ ისი იქნება და სახლი ეწერება home sweet home კვირის სახლი დავდება მოდი ერთი წუთი აქ დადექი შემო დადექი აბა აჩვენეთ კადრი აი ბარბის სახლია დიდი ზომის ბარბებით ძალიან არა ჩეპატელა გოგოები ვართ ჩვენ სინამდვილეში აი მაცივარიც გვაქვს გამოვაყოთ მე რაღაცებს შევაწყობ ძალიან ლამაზი გამოვიდა შემდეგ ეს მაცივარი შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ პატარებს ძალიან უყვართ რაღაცა სტიკერების მიწებება ეს მე ნელ-ნელა ისე გამრავალფეროვდება რომ დამერწმუნეთ არ გექნებათ პრობლემა თქვენი შვილის მრავალფეროვანი თამაშობების ასე ვთქვათ და სიხარული იქნება ოჯახში ნამდვილად უკვე ადგილი იქნება სადაც არ შეგვეშინდება რამე გატყდება რაიმე მძიმე რაღაცნაირად დაზიანდება ჩვენი შვილი თამაშებს უსაფრთხოდ და ამასთან ერთად მხოლოდ სამზარეულო არ არის სახლი დამეთანხმეთ საძინებლის გაკეთებაც შეიძლება დიდი ოთახის ხო აბაზანისაც კი მე მგონი გააჩნია ბავშვთისი სურვილი ექნება ასე რომ მე ძალიან მომეწონა ძალიან ვისიამოვნე მინდა გითხრათ ბავშვობაში დაბრუნდი მე და რა ჩქარა გავაკეთეთ ძალიან ჩქარა შეიძლება გააკეთო აი ძალიან თუ აქვს ცოტავდენი დრო მშობელს და ეს შეიძლება იყოს მშობელიც უფროსი და ძმა არ ვიცი ბებია ბაბუა ყველა შეუძლია ამაში ჩაერთოს უბრალოდ ეხა ერთი რამ მაინტერესებს მე ეს ნივთები რაც ჩვენ აქ გვაქვს მოტანილი ხო არ ჩავაწყოთ ეს ხო ყუთებში და იქ წავიღოთ ყუთებში არა პარკით წავიღებ დიდი პარკში ჩავაწყობ და წავიღებ მოდი მე მაშინ პარკში მოვიტან
უკან მაქვს მე მგონი. ჩავლაგდეთ ხო იმისთვის? ნელა აკციები ჩავლაგდეთ. შეუერთდეთ აქციას. მოკლედ ის პარკები შეგვიძლია. იქ არის. მე ამ ისინი შეგვიძლია ესევე წავიღოთ. ჩვენ ამისთვის გამოვიყენებთ გახსოვთ ალბათ კრისტინეს მიერ შეკერილი, ხელით შეკერილი ჩანთები, რომელსაც ასევე დარწმუნებული ვარ ეყოლება ახალი პატრონი. შემოდი ამაში სუბუქი სათამაშოები. აი მაგაცები ზუსტად. რომ სიმძიმეს ისიც გავუძლო. მოიყანეთ იკა ის. თიკა. ის კურდღელი მოიყანე რა. კურდღელი, აი ესა ლეკვია, რატოა კურდღელი? კურდღელა. ხო ეს ჩვენი ბავშვების სათამაშოებია, ზოგი ახალი არის, მეცაც ვიტყვი. ეს რა არის? ესეც ლეკვი, ეს იყო ეკეკოს 2 ცალი ერთნაირი ლეკვი. მე ისე წიგნებში არა ყოფილა გაჩად. ფეხსაცმელებიც არის იქ რაღაცა ძალიან ლამაზი. კი არა? კიდე არის აი ასე მათემატიკა და სხვა სახელმძღვანელოები, რომლებსაც აჰაძიმა ეს გამზადებულია. აქციაში ჩასართვლად. კარგით, კიდე ეს ჩანთები ძალიან მაგარია, ყოჩა. ჩანთები ძალიან, მათ კიდე შეიძლება დავამატოთ. წიგნებიც არის, რომელიც წავა, იქ მიიღებს მონაწილეობას. ამას ცოტა თავი ამოვაყოფიოთ აი ქიმია ესე. მეცხრე კლასის. ხوار წაგიკითხოთ ხო არა, დასვლა მე არ მიკითხები აქ პირდაპირ ეთერში. ფიზიკა, ხელოვნება, ქართული ისტორია, ბიოლოგია, ყველაფერი არის აქ. დაიცადე, კიდე რა გამოგვადგება. მთელი მეცხრე კლასის. აი ეს 5-ით შეგვიძლია წავიღოთ ხალხი. ეს მარინე? ხო, ეგეც შეგვიძლია. ავა. სხვათა შორის წიგნებს რაც შეეხება ჩვენი სეზონის დასაწყისში ვსაუბრობდით რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა. მე იმედი მაქვს, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდა საშუალება მიიღოს საჩუქრად სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს ისე. მე მგონი ესენც გამოადგებათ. ხო, ვინმეს არ აქვს, იმედია გამოადგება და მე ძალიან მიხარია. ფოტოში სულ მქონდა ამის განცდა, რომ არის ნივთები, რომელსაც არ ვიყენებ, ვერც ვყრი, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა მგონია, რომ სხვა საჭირდება და რატო უნდა გადავყარო ნაგავსაყრელზე. მენანება და ესე წლები გადის, თუნდაც ახლა ეს სახელმძღვანელობი, იმიტომ რომ 5 წლის მერე არავინ არ იცის, ხო, ვის შეიძლება გამოადგეს და ვიცი რომ წელსაც აქტუალურია ეს კონკრეტული წიგნები და ამიტომ წელსვე ძალიან მიხარია ეს აქცია, რომ შედგა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია და დავუშვათ მხოლოდ დღევანდელი, სულ იქნება, სადაც დაინახათ აი ამ ტიპის სახლებს, სხვადასხვა უბნებში სახლს, ყვითელი ფერი დომინირებს ამ სახლებზე, შეგიძლიათ თქვენთვის ნივთი, რომელიც ბევრს არ ნიშნავს, დაემშვიდობა და სხვებისთვის ახალი სიცოცხლე შეიძინოს. ბავშვები ავნეს სახშტებთან მომეცი რაღაცები წავიღო და ბევრი ბავშვი წავიღებს რაღაცებს და ჩავ. აი ეს არის ის სახლი და მე ვიტყვი კიდევ ერთსაც. მე ეს სახლი შემჩნეული მაქვს ვაკის პარკის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ხშირად ვტუნობ ხოლმე ვაკის პარკს, უბრალოდ არ ქონდა წარწერა, რის მიხედვითაც მივხვდებოდი მე რისთვის იყო ეს სახლი, ვუტრიალე გარშემო, ჩავიხედე რაღაცა ნახრეტიდან და ვერაფრით ვერ მივხვდი რისთვის იყო, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ ალბათ ვიღაცა აქ დაუშვათ მომუშავე რამე ნივთებს ინახავს, ხო? მე ვიფიქრე იქნებ რაღაცა უბრალოდ დეკორაცია თქო და აი თურმე რა ყოფილა, დავეხმაროთ ერთმანეთს ჩვენთვის სასურველი ნივთებით. ძალიან მიხარია რომ ჩემი ნივთები მე ძალიან კარგი. ვისი ნივთებით გახდება. აი ასე. ხო, ეს ვიღაცები იყო კიდევ ის თაბაქოს ნამწავი და რაღაცა უბედურებები ჩაყარა და. დარწმუნებული არ იცოდნენ რა ემსახურებოდა. მაინც არ უნდა ჩააგდო რა, ურნას არ გავს იქ. თუ წერია რომ სასურველი ნივთი იმას ქენიო, ჩააგდე რა სასურველია ეკა? მართალი ხარ მე. სასურველი ნივთი, ხო, წარწერას ეთყობა ბევრმა არ მიაქცია ყურადღება, მე ვეცადე, მაგრამ არ დამხვდა ის წარწერა იქ და მოკეთ ძალიან მიხარია, ეს მოგზაური ყუთი, ყველგან მოგაკითხავთ თუ გაქვს სურვილი, შეგიძლიათ გაიგოთ ნივთი. გავაკეთე ფარდას. ძალიან ლამაზი დიზაინერი ხარ შეუძლებელი. არა, ნივრის კონა როგორ ნიორი მოუხდა აი დავით და. ნივრის კონა, იცი რა არის, მე ბავშვობა რაღაცნაირად, ანუ როგორ გითხრა, დედაჩემი რაღაცნაირად ცდილობდა რომ ქონოდა ყველა ის ნივთი, რომელიც ჭირდება და გიჟდებოდი ამ გასქურაზე, ნიჟარებზე, ტაფებზე, ჯამჭურჭაზე, რა ვიცი, ეს იყო ჩემთვის ყველა საყვარელი ნივთები და ეწობა ბავშვობის ის მაგ რაღაც განცდა ისე. მანქანა და ავტომატი არ გვარმოგწოდა. არა, ხო შეიძლება. თუმცა ეხლა არისო, ყველაფერს თამაშობენ ბავშვები. მე კი მახსოვს ჩემი გამოცდილება საბავშვო ბაღში. უბრალოდ მას შემდეგ რაც ნახევარი თუ 1 წელი ვისწავლე თბილისის საბავშვო ბაღში და მახსოვს რომ შევედი ამ საბავშვო ბაღში მოწყობილი იყო ესეთი სათამაშო სამზარეულო. იყო სათამაშო კერძები, გასქურა, ხელსაბანი, ყველაფერი და ეს ჩემთვის იყო მართლა ძალიან ისეთი დიდი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ არ მქონდა ესეთი სათამაშო სამწუხაროდ მე და აქედან გამომდინარე მგონი ეს იდეა. ნამდვილი კერძები ხო იყო ბაღში? კი. არა, იცი რა, ხო ძალიან ბევრი იყიდება ესეთი გამზადებული. ეს უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ შენი ხელით აკეთებ.
ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ხო ხედავთ, რომ სამზარეულოები ყველაფერი იყიდება ახლა საფასში. იყიდება, მაგრამ იცი რა ძვირია. ძალიან ძვირია. ძალიან ძვირი. ეს უფრო საინტერესოა. თუ დაუშვათ კარგი გავწვი, მაგრამ ეს ძალიან საინტერესოა. შენ რა შეგიძლია თავად გაკეთო? ხო, მანქანას მართლა ვერ გაუკეთებ, ვერ შევქმნი ისე რომ მართლა მექანიზმი ქონდეს და იაროს. ჩვენ კონკრეტული პატარა ახალგაზრდა მეცნიერები კი გააკეთებენ ამას ახლო მომავალში მე ჯერა, მაგრამ რაც მართლა ჩვენ შეგვიძლია არის ეს მუყაოს ყუთები გარდაქმნათ ჯადოსნურ სამზარეულოში. კი, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ მივდიოდით საჩუქრა დაბადების დღეს და საჩუქრად გვინდა და ესეთი ტიპის კომპლექტი, ასე ვთქვათ. და საკმაოდ ძვირი ღირდა, საშუალო ხარისხის იყო და არ იყო ეს რაღაცა მაღალი ხარისხის სათამაშო, მაგრამ რაღაც 100 ლარის ფარგლებში მერყეობდა ესეთი კომპლექტები, ასე რომ ეს არის და მე ისიც მახსოვს, ჩემი ბევრი სათამაშო, რომ გავიზარდე უკვე და ანუ ესე ვთქვათ, მიტოვებულები დარჩნენ, იმიტომ რომ მე სხვანაირი ესე ვთქვათ, ცხოვრები დავიწყოთ, ცხოვრება გულისხმობ, რომ უფრო აქტიური და რაღაც გაკვეთილებზე დავდიოდი ასე შემდეგ. მე და დედამ დავწვირთეთ მანქანაზე და წავედით ბავშვთა სახლში და წავიღეთ ეს ჩვენი შექმნილი თუ ნაყიდი თუ ნაგროვები წლების მანძილზე და ორმაგად ბედნიერი ვიყავი მე, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ნივთები არაჩვეულებრივ ბავშვებთან გადავიდნენ ესე აი, ვთქვათ. ამ სახლის ფენომენიც მაგაშია ზუსტად. გაუშვათ ეს სახლის იქა? ქურა დამავიწყდა და მივახატავე. ქურა მე დამავიწყდა. მოვიდე? შენ ხატვარი ხარ, მე მგონი, გვანცა, ყველაფერს იკეთესთან ერთად. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იმდენად მარტივად მოხდა თქვენს ნახეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გადამდები აღმოჩნდება ეს და თქვენს სახლებში პატარა კუთხეები გაჩნდება, აი ესეთი ხელით შექმნილი. მე ხა წავიღებ ამებს და წავა. ძიმეებია, ხო. ესენი ამათ არ მარტო? კი ბატონო, უბრალოდ რაღაცა მინდა რომ კარგად ჩაგიდო. ლამაზად იქ ნივთებსაც დაგიმატებ და ამიტომ მინდა გაგიერთო. წავედი მოკლედ. მოერები? კი გას. ხო მიდივარ? სახთან მიდი. ხუთ სახში უნდა ჩავაწყო ეს ყველაფერი. მალე დაბრუნდები ერთ-ერთი ნინოსთან ერთად. ვაკის ფაქტთან მიდივარ. ცოტა ესე. ძიმა გაუშვით, მნიშვნელოვანი. მე მინდა გითხრათ ქათინაური, იმიტომ რომ თქვენ ახართ ყველაზე მაგარი გოგოები. აი ესე ყველაფერი გამოგდით ხელიდან რა. ხატვა, კარგვა, დავკიდე, სკოჩი, ყველაფერი, ნუ. ჩვენს პროდიუსერებს იდეისთვის ძალიან დიდი მადლობა და დასაკვირველია, მაგრამ შეიძლება კონდეს იდეა და ვიღაცამ ვერ შეასრულოს. თქვენ ხუთია, მე როგორ ჩემფასებელი 10-იანზე შეასრულეთ ეს ყველაფერი. მადლობა და ძიმაც გავამგზავრეთ მისით, რომ წაიღო ჩვენი ნივთები, ისედაც საჭიროა. მაგასაც გავიგებ. რაც შეეხება ჩვენს ამ ბლოგს გადაცემისა, დასავლეთიდან მოვდიოდით ამასწინათ და ყველამ 27-28-ში ყოფილა ეს მოვლენა, 27-28 სექტემბერი. ყველამ სათითაოდ შემამჩნიეთ და დავინახეთ მთვარე, რომელიც რა თქმა უნდა არ გაგვიკვირდა, მაგრამ გაგვიკვირდა მისი ზომა. თუ რამხელა იყო და როგორი ლამაზი იყო მისი ცქერა საქართველოშიც კი და წარმომიდგენია როგორ აღიქმებოდა ეს ასე ვთქვათ ციური მოვლენა სხვა კუთხეში დედამიწის ხედავთ კადრებს სუპერ მთვარეობას ხო აი რაღაცა ჩემი აივნიდან იყო საოცრება აი მეგონა რომ აი არ ვიცი სულ თქვენ შემეკრა ყველა ვეცადე რომ აღგვებეჭდა საკუთარ ტელეფონებში ეს მაგრამ ვერ შევძვრით ასე თვალნათლად როგორც ახლა ჩანს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩანდა სწორედ აი ასე როგორც ახლა თქვენს კადრში ხო მაგრამ ჩვენთან ნაწილში და სუპერ მთვარეობას ეძახიან ამ მოვლენას მეცნიერულად აგვიხსნიან ჩვენი სტუმრები რომლებიც შემოგვერთდებიან როგორც ეს მოახლოვდა მთვარე დედამიწას და რაღაცა რომანტიკაა ცუდია არ ვიცი სავსე მთვარეს ეს ყველაზე მოახლოებული მთვარე დედამიწაზე აი მაშინ არის ასეთი და 2023 წლამდე ეს არ განმეორდება ასე რომ ვინც ნახეთ უნდა გვიხარდეს თუ არ ვიცი უნდა გვიხარდეს თუ გვეშინდეს არის თორე სასაფრთხო ყოველ შემთხვევაში მთვარე არის ციური სხეული რომელიც არის ყველაზე რომანტიზებული იმიტომ რომ ლექსებში სიმღერებში ეს ხოთში დავაქვნა გზაში მთვარე გოგოა თუ ბიჭი თქო გოგოა თუ ბიჭი მთვარე გოგოა თუ ბიჭი არ ვიცი გოგო აი გოგო გითხრა არჩილს აღნიშ გოგოა ჩემთვის ბიჭია მთვარე მე მეგოგოება ნაზია და რაღაცნაირია არ ვიცი ყოველ შემთხვევაში აღძრავს რა გარკვეულ რომანტიულ გრძნობებს და სწორედ ასე ვკითხვა რამდენად კარგია ეს ვთქვათ თუ ცუდია ეს მოვლენა ამაზე ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ ზუსტად ასე მე დავპატიშებ ჩვენს სტუმრებს აბასთუმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევარი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მაია თოდუა და გიორგი რამიშვილი ჩვენს სტუდიაში სტუმრად ყველაზე მეტი ინფორმაცია სწორედ მათაა მოგესალმებით და დღეს ვისაუბრებთ არა მხოლოდ მთვარეზე არამედ მარსზეც რომელზე წყლის არსებობაც დადასტურდა ასე ვთქვათ ნამდვილად
მოგესალმებით. ან ჩვენს ნაწილს დავარქვით გადაცემისა სიახლეები galaktikიდან. შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ეს თქვენი საქმიანობის სფერო, ასე ვთქვათ და თქვენ ალბათ ჩვენზე ბევრად ადრე შენიშნეთ მთვარიც, რომელიც ზომაზე დიდი იყო, როგორც წესი. რა მციური მოვლენაა ეს, რაც შეეხება სუპერმთვარეობას? ეს სუპერმთვარე ისეთ როგორ არის მთვარის სავსე მთვარეობა ხდება ყოველ თვე, იცით, საშუალოდ 28 დღიანი პერიოდი აქვს ამას ყველაფერს, მაგრამ თვითონ მთვარე ზოგჯერ არის ოდნავ უფრო ახლოს დედამიწას და ზოგჯერ ოდნავ უფრო შორს, იმიტომ რომ დედამიწის გარშემო რომ მოძრაობს ეს ორბიტა არ არის ზუსტად წრიული, არამედ ოდნავ გაწელილია და ერთ-ერთ ფოკუსში დედამიწა იმყოფება და ამიტომ მთვარე ხან ოდნავ გვიახლოვდება ჩვენ, ხან ოდნავ გშორდება. როცა ნორმა არის, ხო? ნორმა არის. და უბრალოდ როდესაც ცოტა უფრო ახლოს არის, ცოტა უფრო დიდი ჩანს და უფრო ეფექტურია, რა თქმა უნდა. ეს მონაცვლეობა რა დროის ვადაში ხდება, იმიტომ რომ თვარის მოახლოება და უფრო ეს მე მგონი რომ იშვიათი მოვლენაა მაინც? არ არის ეს ძალიან იშვიათი მოვლენა, ეს ხდება ყოველ წელს და ამ შემთხვევაში დაემთხვა რატომ იყო ღირსშესანიშნავი ეს მოვლენა კიდევ, ეს დაემთხვა მთვარის დაბნელება მოხდა ამ დროს თანაც. მთვარის დაბნელება იმიტომ იყო ასეთი ფერი? კი. მთვარის დაბნელება ხდება იმ დროს, როდესაც დედამიწა არის მზესა და მთვარეს შორის. დედამიწა ფარავს მზიდან წამოსულ სინათლეს და ვერ აირეკლავს მთვარე, ცოტას უშვებს რაღაც კიდეებიდან, მთლიანად ვერ ფარავს, იმიტომ რომ მთლიანად თუ დაფაროს, მაშინ საერთოდ მთვარე საერთოდ აღარ გამოჩნდება, მაგრამ მაინც ჩანს. და ძალიან ისეთი მეწამული ფერი აქვს აი ჩემი შეგრძნება იცით რა იყო ძალიან ლამაზი იყო თან კარგად ვხედავდი მაგრამ ცოტა შიშს გვრიდა არის ეს მომენტი ну ეს არის ძალიან ინდივიდუალური ან ქარი არ ამოვარდეს ხვალ ან რაღაცა არ მოხდეს აი რაღაცა სტიქიას და იკითხე რომ თითქოს დაუშვათ მიწისძვრების ალბათობა და ვულკანური ამოფრქვევები შეიძლება იყოს თუმცა რამდენჯერაც იყო ესეთ რამე არ მომხდარო ესეთ რამე წავიკითხე ხო აი შეიძლება ეს მოყოლოდა რა თქმა უნდა ესეთი რაღაცები ხანდახან ცდილობენ რომ მთვარეს დაუკავშირონ მაგრამ რეალურად არანაირი კავშირი აქვს მიწისძვრებსა და არც ვულკანურ ამოფრქვევებსა და მთვარის ფაზებს შორის ნამდვილად არ არის. არანაირი უყუროთ და ვისია. ბატონო გიორგი, რადგან ისეთი ძირითადი თანამგზავრია, ხო, სწორია ეს ასე ვთქვათ პლანეტა. რა გავლენას ახდენს ზოგადად ჩვენზე დედამიწელებზე და ჩვენს გარშემო galaktikაში პროცესებზე? ეს მეორე ნაწილი შეგვიძლია მოვაშოროთ galaktikasi პროცესებზე ლაპარაკი არ არის. ხო, მე დილეტანტურად საკითხვას საერთოდ ერთი ნიუანს დავამატებდი უბრალოდ მაია რასაც ამბობს ხოლმე ინფორმაცია რაღაცები შეიძლება დაგვრჩეს და კითხვა მოვიდეს და ბორე მოვიშოროთ. საერთოდ თვალის დაბნელება როცა ხდება, ანუ მზისდან წამოსული სხივები წარმოქმნის აი დედამიწის ჭრილი რომ არსებობს სივრცეში, ჭრილში გაივლის მთვარე. ეხლა მე მეორე მხრიდან ვამბობ იგივეს რაც მაიამ თქვა. ჭრილში გავლის პროცესში როგორ ხდება? ისე რომ შეbat ჭრილის დასაწყისში თქვენ დაინახავთ რომ თვალის პატარა ნაწილი დაბნელდა. კალი შევიდა. მე მოიმატებს და თან როგორ არის? ეს შავი კალი ნელ-ნელა მატყუბრობს. აბსოლუტურად შავი და იქით აბსოლუტურად თეთრი ასე ვთქვათ. როგორც კი გადაიფარება უცბად წითელი ხდება. ანუ ეს წითელი მოვლენა არის ყოველთვის. როცა სრული დაბნელება ხდება, ის აუცილებლად წითელი არის. ეს არის უკვე ანარეკლის სხივები, გადატეხილი სხივები დედამიწის ატმოსფეროდან შემოვლილი და ის ეცემა და ის მეწამულ ფერს აძლევს. ამიტომ, როდესაც ამბობენ ხოლმე რომ წითელი მთვარე რაღაც აჟიოტაჟი იქნება ამაზე, ეს ნიშნავს უბრალოდ სრული დაბნელება იქნება მთვარის და იმიტომაც იქნება მოწითალო ფერის. ანუ განსხვავებით მზის დაბნელებისაგან, სრული დაბნელებისაგან, როცა სრული უკუნი იქნება, თუმცა იქაც არ არის სრული უკუნი, მაინც ჩანს რაღაცები, ბინდის ტოლფასია ხოლმე. სრული დაბნელება აი უცბად უცურებს ადამიანს აი წინასწარ მონაცემ გონია რომ უდაბნელდა არა უცბად წითელი ხდება მე როგორც კი გამოანათეს ერთ ხე ის წითელი გაქრება და უცბად შავთეთრი ხდება ანუ ძალიან სწრაფი გადასვლა არის ამ მომენტში და ის მაიამ აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ ის მომენტი რომ ზუსტად 28-ში იყო ის ყველაზე ახლოს დედამიწასთან ამიტომ მისმა დისკო მოიმატა და უფრო თვალსაჩინო იყო და ვისაც ცოტა მახვილი თვალი იგი მაშინვე შენიშნეს და აჟიოტაჟი ატეხეს და იყო წინასწარ ერთი დღით ადრე ზარები იყო წინასწარი განწყობები არსებობს ხო განწყობები არსებობს ესეც ზუსტად მაიამ გითხრათ რომ ეს განწყობის შესაბამისად არის განსხვავებით მზის დაბნელებისაგან რომელიც უფრო მისტიურია და აი რეალურად შეიძლება უცბად გაჩვენდე და მე ხმა ჩამივარდა როცა დაბნელება ვნახე იმიტომ ვიცოდი მოვყევი წინასწარ და დაიწყო
შეუიარაღებელი თვალით ნახეს თუ აბსოლუტურად შეუიარაღებელთ. სრული დაბნელება 2006 წლის 29 მარტის დაბნელება, მაიამ ნახა ზუგდიდში, მე ნახე ფოთში, სხვადასხვა ადგილას ვიყავით. წინასწარ რო აღუწერეს ყველაფერი. მაიას გაუმართლა უფრო დიდ სამწუთიანი იყო და მეტი და მე წუთი და 42 წამი ვუყურე მხოლოდ. მაგრამ აი წუთი და 42 წამის განმავლობაში ვიყავი აბსოლუტურად გაჩვენებული. ეს რაც შეში იყო არც არაფერი. ზის დაბნელება. თვარის. მოდი ორივე თქვა. ერთი წყვილად არის როგორც წესი. ორი კვირით ადრე იყო მზის დაბნელება, რომელიც არ ჩანდა ჩვენგან. არ ჩანდა, უბრალოდ საფრეთში იყო. და მე ორი კვირის შემდეგ აი იყო მთვარის დაბნელება, რომელიც კუდს მოუსწარით თქვენ ჩამოვამ მთვარეს შეხედეთ და ჩავიდა. ანუ ზღვარზე იყო დანახვის ზღვარზე. მე არც მიყურები, იმიტომ მე დასავლეთის მხარეს სახლიდან მაქვს მთებით და აზრი არ ქონდა და არც არ ქონდა. უბრალოდ სანახაობა, ანუ ეს და არაფერი სხვა. სანახაობა, ოღონდ ისტორიულად მას მნიშვნელობა ქონდა, იმიტომ რომ ის იცოდა და ჭკვიანი იყო, ის იყენებდა მას პოლიტიკურად. ასე რომ მოდით ერთ მაგალითს ვაგიყვებით მაშინ მთვარის დაბნელება. ზის დაბნელება უამრავია მაგალითები, მაგრამ მთვარისა იქაც ბევრია, მაგრამ რახან ეფექტურობა ნაკლები აქვს, ამიტომ უფრო ნაკლები შემოხვჩა, ასე ვთქვათ. აი კოლუმბის მთვარის დაბნელება. ეს არის მეოთხე მოგზაურობა, როცა ქონდა კოლუმბს, და როცა მას ქონდა უკვე ამოცანა ერთადერთი აუცილებლად ინდოეთი უნდა ენახა თუ არა და ჩამოწერეს კიდეც ვერიფოე, ანუ როგორც პოლიტიკური ფიგურა გაქრა. ის ძალიან ბევრ ხანს მოგზაურობდა, მიედმოედო, ასე ვთქვათ, რომ ნახოთ აი ეს დაკლაკნილი გზით აქვს მოგზაურები ცენტრალურ ამერიკის მიდამოებში ზღვით და გაუთავდა სურსათსანოვაკი. და ერთ-ერთ კუნძულზე გადაჯდა და ითხოვა რომ დამეხმარეთ. ისინი რაღაც სტრულად შეხვდნენ და მოთხოვეს სასტრაფოდ დაბრუნდე გემზე, თორე ომს დაგეწყებთ. და გადახოცავთ. და კოლუმბს მეტი გზა არ ჰქონდა, მაინც დაიხოცებოდა და უთხრა, თქვენ ცუდად იქცევთ, თვარეს საგართმევთ. იცოდა თვარის დაბნელება რა თქმა ზუსტად და დაიწყო თვარის დაბნელება 2 საათში ამ ადგილობრივ აბორიგენებმა აუზიდეს ყველაფერი წყლიან საჭმელიანად, ოღონდ დაგვიბრუნეთ თვარი და დაუბრუნა 2 საათის შემდეგ დაიწყო დაბრუნება და მე როგორც ღმერთი გააცილეს. ანუ უნდა ვიცოდეთ თვარი როდის ბრუნდება და მარტო თვარი. ზის დაბნელებაზე უამრავი მაგალითები არის, რომელიც სიკვდილით თავდებოდა საერთოდ კონკრეტული პირების, ვინც დამარცხდებოდა არც ოდნის გამო. ასე რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის ცოდნაზე და მოგიდე ვინც იცის აი იგივე რა იყო თქვენ თალეს მილეთელის დაბნელება ეს არის ძველი წათაღრიცხვის ოღონდ მზის დაბნელებას ვამბობ უკვე ძველი წათაღრიცხვის 585 წლის 28 მარტის დაბნელება თალეს მილეთელმა პირდაპირ გამოთვალა თქვა რომ აი ამ დროს იქნება და სალონიკი რომ არის ახლა ქალაქი იმის მიდამოებში იყო გამოვიდნენ ბერძნები და დატკმენ ამ სიამოვნებით წინასწარ აუხსნა რა იქნებოდა და მართლა სეირნობა მოაწყვეს და ახლა 9 საათის შემდეგ ამ ჭდილმა გადაინასო ამ დაბნელებმა გადაინასო ლიდიისა და მიდიის ომის საზღვარზე ასე ვთქვათ წინა აზიაში და იმათ შეშინებულება დაყარეს იარაღი და ამთავრეს ომი და გაავლეს საზღვარი იქვე. ანუ ხვდებით თვითონაც რომ ამას მნიშვნელობა აქვს ძალიან. აი ფარაონის დაბნელება რამზესის. იცით თქვენ როგორც მომენტი ახალგაზრდა რამზესი ითხოვს დახმარებას ქურუმებისგან, ქურუმები აწყობენ ასე ვთქვათ რაღაც შეკრებას და ეუბნებიან უარს, ხალხს აუმხედრებს ისინი უწყებენ მზის დაბნელებას. ანუ ეს მომდა მე თავდება რამზესის სიკვდილით ეს ყველაფერი. გაუგება სიტუაციაში. ძალიან და გაუმართლოს. ანუ არა გამართლებაც შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს საინტერესო მომენტი, სხვანაირი ახსნა. აი გაცვლები ალბათ. აი ეხლა მაგალითად როდის უნდა ველოდოთ კიდევ ესეთ. აი მაგიდან დავიწყეთ და ისევ მოვედით, სწორია. საოცარი პარადოქსი არის. არსებობს ყოველ წელიწადს მზის ორი დაბნელება აუცილებლად არის. და მთვარის დაბნელება შეიძლება არ იყოს, არის ესეთი წლები, საერთოდ არ არის მთვარის დაბნელება. კი. საერთოდ მზის დაბნელება უფრო მეტი რაოდენობით არის და წელიწადში თუ 7 დაბნელება იქნა, თქვა 5 მზის ან 2 მთვარის ან 4 მზის და 3 მთვარის, ანუ მზისა ყოველთვის მეტი არის რაოდენობრივად. პრობლემა სხვა რამეშია, ასე ვთქვათ. მთვარის დაბნელება ერთდროულად ჩანს ნახევარდედამიწიდან პირდაპირ. სადაც მთვარის ზემოთ ანუ ღამესა და დიდი ხნის განმავლობაში. ხო, სრული დაბნელება თან მთვარის, იმის გამო რომ დედამიწის შლილი უფრო განიერებიდან მთვარის შლილი. ჩვენ მთვარის შლილი გვეფარება და იმ ადგილზე პატარა ლაქაში მოხდება იმისთვის ამ ზე დაბნელებული. ამ დროს თვარი რა შევა ეს პატარა თვარი დედამიწის დიდ შლილში ის სრული ფაზა საათზე მეტი გრძელდება ხანდახან. ნაწილობრივ კიდე საათსა და 3 საათი შეგიძლია 3 საათი ნახევარი უყუროთ. 2013 წლამდე ვიცით თუ შევა მანამდეც. არა, მანამდეც იქნება. მანამდეც იქნება, უბრალოდ თქვენ თუ ეს გაინტერესებთ კონკრეტულად შეიძლება ჩამოწერილი იქნეს, მოგაწოდოთ კიდე თქვენ გამოუცხადოთ კიდე წავს, როდის ამდენად დაინახავენ ამას. ან მეორე მომენტი. ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება ეს ნახოთ. NASA-ს დაბნელებათა საიტზე. ეხლა რომ ფიქრობ და მახსენდება მარსზე აღმოჩენები ასე ვთქვათ და სოციალური ქსელი მოიცვა ამ აღმოჩენამ. ფიქრობ რომ ეხლა ჩვენ სადღაც დედამიწაზე ვხედავთ რომელიღაც ქვეყანაში, რომელიღაც ადგილას და საუბრობთ კოსმიურ მოვლენებზე ასე ვთქვათ. და ამ დროს შეიძლება მარსზე აი რა შეიძლება? არ ვიცი, აი სულ აქვს ყველა ადამიანს აქვს ეს შეკითხვა რომ არის თუ არა სიცოცხლე სადმე სხვა პლანეტაზე.
და NASA-ს კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია, ხო, სწორია, ეს პლანეტა. და მთავარი სიახლე არის, რომ წყლის არსებობა, რომელიც ისედაც ვთქვათ, იცოდნენ, რომ ალბათ იქნებოდა, დადასტურდა ნამდვილად. კი, ნამდვილად ასეა. ის რომ მთვარეზე წყალი არის, ეს დიდი ხანია ვიცით, მის პოლარულ არეებში, პოლარული ქუდები ქვია, იქ არის წყალი, მაგრამ გაყინულ მდგომარეობაში. ყოველთვის. გაყინულ მდგომარეობაშია, მაგრამ საკითხი იყო არის თუ არა თხევად მდგომარეობაში ეს არ იცოდნენ აქამდე, რამდენიმე წლის წინ დააფიქსირეს ისეთი მოვლენა მთვარის ზედაპირზე თანამგზავრების საშუალებით, რომ იქ რაღაც ზოლები ჩნდებოდა და ქრებოდა პერიოდულად სეზონის მიხედვით. მთვარეზეც ისევე იცვლება სეზონები, როგორც დედამიწაზე, როდესაც ეს მზის გარშემო მოძრაობს. და ზოგიერთ მაშინათვე იფიქრეს ზოგიერთებმა, რომ ეს შესაძლოა იყოს წყალი. წყალი ხან ჩნდება, ხან მუქი შავი ზოლები და ხან იყინება, აი, როდესაც ზამთრის პერიოდია, მარსის ზამთრის, მაშინ იყინება და როდესაც მარსის ზაფხულია, მაშინ ჩანს აი ამ კადრებზე რომელი შეიძლება იყოს ის წყალი? აი ხა მარსის ზამთარია თუ მარსის ზაფხულია? არა, ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, ეს არის რაღაცა იცვლება, აშკარად თითქოს სეზონები თუ არ იცლება. აი იქ რაღაც ზოლები რომ ჩამოდის ქვევით. აი ის არის ეთყობა? ის ცოტა ისეთი კალაპოტია, ხო, აქედან ძნელია ამის თქმა. იქ როგორც მდინარის კალაპოტები, ისეთი ხო, ერთი შეხედვით, ხო, თითქოს დიახ, ესე არის. და უკვე NASA ამ პლანეტაზე NASA-მ გააგზავნა, მე მგონი, ბევრი წლის წინ ხომალდი, ხომ სწორია? ბევრი თანამგზავრი არის ისეთი თანამგზავრი, რომელიც მარსის გარშემო ბრუნავენ, არის ისეთებიც, რომლებიც მარსზე არიან. და გავიგეთ რა, ბოლოს და ბოლოს გავიგეთ ის, რომ ეს ნაკადი ნამდვილად შეიცავს წყალს. ის დიდი ხნის განმავლობაში შემდეგ უკვე ქიმიურად იკვლევდნენ სპექტროსკოპის ესეთი ხელსაწყო არის, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დადგინდეს ქიმიური შემადგენლობა იმ ნივთიერების, რასაც ვაკვირდებით და აღმოჩნდა, რომ კი ქიმიური ისეთი მინერალებია, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიცავდნენ წყალს და ბატონო გიორგი, მარსზე სიცოცხლის როგორც ესეთის არსებობა, ეს ფანტასტიკის ჟანრია, ჩვენ კინოებში ვუყურებთ ამას და ძალიან მოგწონს და ეს რაღაც ჩვენს ფანტაზიაში მერე ინაცვლებს, მაგრამ ეს სიცოცხლე მართლაც რომ არსებობდეს, ალბათ ეს უკვე გვეცოდინებოდა. თქვენ როგორ ძალიან მომწონს თქვენი კითხვები და იძლევა საშუალებას უგინდან უპასუხოთ ხოლმე. ბევრი რამ, რაც ფანტასტიკის სფეროში იყო, აღმოჩნდა რეალური. აქედან დავიწყე უგუღებიდან, ასე ვთქვათ ისე. საქმე რაში არის? არის რაღაცა მომენტები, რომელთაც მარსი ემსგავსება დედამიწას. აი, მე შევადარებდი ვენერას და მარსს ერთდროულად დედამიწას, ვთქვათ, ვენერა თავისი, ვთქვათ, მასით, ზომით ძალიან გავს დედამიწას, მაგრამ სხვა რამებით, იმითაც რომ სათბურის ეფექტია, როგორც დედამიწაზე, იქ ვენერაში კიდევ უფრო ძლიერია, ამით გავს ძალი. მაგრამ სეზონების სრულება არ არის ვენერას, მაგრამ მარსზე არის. აი, რა დახრაც აქვს დედამიწის ხერხს, დაახლოებით 23 გრადუსი, თითქმის ისეთივე აქვს მარსაც, 23 გრადუსი, მასაც მზის სიბრტყის მიმართ, ეკლიპტიკის სიბრტყე ქვია მას, აი იმ სიბრტყის მიმართ და მასაც ამის გამო დაცემული სხივების კუთხის ცვლილების გამო იქაც ესევე იცვლება ზუსტად ის 4 სეზონი იქაც არსებობს. აი მაგრამ რომ თქვა რომ აი ეს პოლარულ არეებში ყინულის ცვლილებაზე როცა ელაპარაკა, ნუ თავდაპირველად პირდაპირველი დაკვირვებებით ეს ხო ამიაკის ყინული, რომელიც სწრაფად გადადის აირომაში პირდაპირ და წყალოვან დონეს, ანუ სითხიან დონეს ვერ აფიქსირებ, უცბად გადადის და აი შემდგომ დაკვირვებებს უყოლა იმისთვის იყო წყლის შემადგენლობა ეპოვათ უკვე სხვა ადგილებში. ხო იქ თქვენ რომ დააკვირდეთ ამას, მაშინ დაინახავთ რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თქვა სამხრეთის სურათები მაქვს მე ნახე სამხრეთ პოლუსის დიდი ყინულები მე როგორ ძალიან სწრაფად პატარავდება და პატარა ყინული რჩება იმ ადგილას. ანუ აშკარად მეტი სითბო ეცემა და ყინული პატარავდება. ანუ სეზონების სრულება ესება გარდაიქმნება წყლად? ქრება ის პირდაპირ ხდება. ის პირდაპირ ხდება წყლოვანში ვერ გადადის. ამითი ძალიან გავს დედამიწას. ამითი გავს და ნუ იმიტომ რომ ხარი ზედაპირი პირდაპირ არის, ნუ ატმოსფერო გაიშვიათებული აქვს დედამიწასთან შედარებით. ცოტათი უფრო სიცივეა ვიდრე ჩვენთან. გრავიტაცია ნაკლები, ამიტომ ადამიანი რო ჩავიდეს იქ უფრო ადვილად შეეგუება რაღაცებს, თუ სასუნთქი ექნა, ასე ვთქვათ, ჟანგბადის. ჩვენ 2 წუთი გვჭირდება ზუსტად დრო და ჩვენ მაინც ადამიანებს გვაინტერესებს ჩვენთვის რა ხეირი შეიძლება ქონდეს მარსს. ნახარად ხუმრობით რო ვთქვათ. კურორტი რა ვიცი შეიძლება. შესაძლებელია ის რომ იგეგმება ადამიანის გაშვება მარსზე, ეს ნამდვილად არის და იქ საცხოვრებლად
ну არა ჯერ ალბათ მაინც საკვლევად და იმის სანახავად შეიძლება თუ არა იქ ადამიანი ალბათ მთვარეზე ფეხის არეალს ვეძებთ რა თქმა უნდა ალბათ მთვარეზე ფეხის დადგმაც ესეთივე ფანტასტიკა იყო ვთქვათ ამ მოვლენიდან 50 წლით ადრე რა თქმა უნდა და ეს რეალობაა 50 წლით ადრე ფანტასტიკა იყო კი მაგრამ ეს შესაძლებელია იმიტომ რომ ჩვენ მაინც ეს არის ბუნებრივი ადამიანის მოთხოვნილება არის რომ გაფართოვდეს ცოდნას გაიფართოვოს და აუცილებლად ამის გარეშე შეუძლებელია ეგეთი რამე არ ხდება ამას ვერაფრით ვერ ამოიღებ და ვერ შეაჩერებს ვერ შეზღუდა შეზღუდვა არის ერთადერთი არის უბრალოდ ის შესაძლებლობები იქნება ეს ფინანსური ეკონომიკური თუ რაღაც ეგეთი სხვა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ადრე თუ გვიან აუცილებლად წავედი რა მაინტერესებს იცი აქ რო ზამთარია იქ რა არის ამ დროს გაჩნია სხვადასხვა დროს იმიტომ გარშემოლის პერიოდი სხვადასხვა გვაქვს იქ 680 დღეა ცოტა ანუ შენ რა გაიტეს ვაკრო ზამთარში მე გასვით გადასაგებია უკვე წინას უკვე გეგმავთ ესე იგი თქვენ მათ შეიძლება ანიმაციები ადამიანის ჩვენება ცხადია ახლა მწუთას არა მაგრამ შეიძლება ანიმაციები ჩვენება და დანახება იმისა როგორ უბრუნდავენ ეს ორივე შეიძლება მაგის გაკეთება ძალიან ერთი ვიცი წყალი დაგხვდება ჩვენ სტუმრებს უღმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა შევისვენოთ რამდენიმე წუთით და გადავიდეთ მარსიკაზე რატომ ვართ ერთით ნაკლები? იმიტომ რომ დიმიტრი დავტვირთეთ ნივთებით, რომელიც ასე ვთქვათ, მოვიტანეთ ყველა მსახლებიდან, რომელიც გამოსადეგი არის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიყენებთ მათ. იცით რომ ესეთი აქციაა თბილისის ქუჩებში, სადაც დგას ესეთი პატარა სახლუკა და ამ სახლუკაში საკვამორის საშუალებით უნდა მოათავსოთ ეს ნივთები, რომელსაც ვფიქრობთ რომ ჭირდება ახალი პატრონი. უკვე ნინო რა მოვიდა დიმიტრი ბატონო მე ძალიან გახარებული და ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ იმ მცირე დროის განმავლობაში რაც პირველი ჩართვა გავაკეთე მოვიდა ხალხი აი ფაქტები მოიტანა უკვე ბევრი ნივთები არავინ არ ისურვა დარჩენა ერთ გოგონას რომელსაც სალომე ერქვა ბავშვებთან გარბივარ სკოლიდან და გამოიყვანაო მამაკაცმა თქვა საქმეები მაქმეო მოკლედ ამ ცოტა პატარა დროის პატარა მონაკვეთში უკვე გამოჩნდა სურველები და აი მე უბრალოდ შენაც მოყევი გაჩვენებთ როგორ ხდება. მოიტანთ და საკვამურში ჩაგდებთ. მოიტანთ საკვამურში ჩაგდებთ. ასე თუ აქტიურა ვაკემ შეიძლება დელისი მეორე ადგილზე გადავიდეს. მოკლედ ველოდებით ყველას ძიმა! დიმიტრი მოსულა. რამდენი რამე მოგაქვს? პატი. მომეცი მე ამ გესწავიღებ უფრო მსუბუქია. ეს ჩვენი სტუდიიდან ყველაფერი. მადლობთ გოგოებო, დიდი მადლობა ამდენი ნივთი რო გამოიმეტეთ. ხედავ სათამაშოებიც არის, წიგნებიც არის, წიგნები დიმიტრის დაუტოვე მძიმეა ძალიან. სამზარეულოს ნივთები, მოდი მოვაგროვოთ აქ. მოკლედ ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს ამ ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს პატარა ფერადი სახლი დღეიდან რამოდენიმე ხნის განმავლობაში იდგება ვაკის პარკის შესასვლელთან. როგორ გაახარებს ახლა ეს სათამაშო ვიღაცას და ყველას ვისაც გაქვთ ნივთები რომელიც ან მოგბეზრდათ ან აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს და არიცით საწაიღოთ შესანიშნავი ადგილია ეს პატარა ფერადი სახლი მოიტანეთ დატოვეთ ჩააგდეთ საკვამურში და თემო და მასტო აუცილებლად მიიტანებენ დანიშნულების ადგილას. ეს იქნებიან ბავშვები, იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახები, მოკლედ ერთად ვაკეთოთ სიკეთე. ეს ისეთი სიამოვნებაა. ცალ-ცალკე აპირებ ყველა სათამაშოს ჩაგდებას. არ ჩაეტევა ნინო ეხლა მთლიანად ყველა არ ჩაეტევა. უნდა უთხრა მე სხვათა შორის. უიმე, გვანცას კაბას ცნობ, გვანცა ყოჩახ, რა ლამაზი კაბა გამოიმეტე. ხალხი უკვე მოვიდა ორი ადამიანი, ერთ-ერთი სალომე იყო ნინო. ერთ-ერთი სალომე იყო. გავაფართავოთ. აშკარად. მივაშენოთ. ამორტიზაცია და რაღაცეები რომ გავუკეთო, რა უნდა დატაროთ მე. ხო და ეხლა ესენი არ ვიცი, ჩაეტევა რა. ხო, ანუ იქ ქონდა შემთხვევები, როცა აღარ ეტოვდა, შეგნი კარებთან ელაგა და ხელს არ ახლებდა რა. ხელს ვინ ახლებს კაცო ეხლა ეს კაი საქმეს აკეთებ და ხალხი მოვიდა მადლობას გითხრა ჩვენს რომ ეს გავაშუქეთ თქვენ რო აკეთებ და ესე. კარგია. იმიტომ რომ ეს რამდენ ბავშვს გაუხარდება, რამდენ წიგნებია, ტანსაცმელია, სხვათა შორის აი ესეთი რაღაცეებიც არის, არა მხოლოდ სამარილე, საშაქრე. ძალიან დიდი მადლობა რუსთავი ორს. აი როგორ ქენდეს. მოკლედ სანამ დიმიტრი სათითაოდ ყველა ნივთს ჩაუშვებს საკვამურში მე კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ჩემო საყვარელო მოქალაქეებო. მე ქალი ვარ და ვიცი ოჯახში ძალიან ბევრი
ჩვენთვის უსარგებლო ნივთია დაგროვილი. ჩვენთვის უსარგებლო ნივთი ვიღაცასთვის შეიძლება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდეს. ამიტომ არ დაიზაროთ, მშვენიერი ამინდია. მშვენიერი ამინდია, გამოისეირნეთ ვაკის პარკში და გააკეთეთ სიკეთე. წავედით ჩვენ და ჩავაწვდით. დიმიტრი, მადლობა რომ იყავით ჩვენი პოსტალიონი. აი საქმე გაკეთდა. ძალიან მაყმაყოფილია, იმიტომ რომ რომელი წერტილიდან არ მაქვს ის ათამაშები ჩამოტანილი დედამიწის და უკვე თავი მოიყარა ვაკის პარკში, აი ასე ძალიან არა, მე რაღაცა კმაყოფილი ხარ, რომ კაი საქმე გაკეთდა. ვაი, მე რა თქმა უნდა. ჩვენ გადაცემას ნამდვილად კარგად დაასრულებს კარგი მუსიკა რა სიტყვით. ორი სიტყვით გითხარი დღეს რა გველოდება. პირველ ბლოკში გვეყოლებიან მარიამ როინიშვილი და მიშა ქირია, რომელიც როგორც იქნა დაგვიბრუნდა საქართველოში და ისინი ემზადებიან სოლო კონცერტისთვის და ბოლო ბლოკში იქნება ნინო ქათამაძე და ის პოლემიკა, რომელიც წამოვიწყეთ ქართული სიმღერის პოპულარიზაცია. ნახოთ რა მოხდება. 7 კაცად შემოუერთდება და ასე შემდეგ. სხვათა შორის ნინო არის ის ქართველი შემსრულებელი, რომელიც არის ქართული იმიტომ არის დღეს ჩვენი სტუმარი და საინტერესოა მისი აზრი ძალიან. მისი აზრი, მისი შესრულება, ასე რომ ჩვენ ნამდვილად სასიამოვნო მუსიკალური გაგრძელება გველოდება დღევანდელი ჩვენი ეთერის. აკეთე სიკეთე, უსმინე კარგ მუსიკას და ქვეყანაცაშენი საყვარელი გარემოსახში და მე მარსზე წყალიც წამოვა და უკვე ყველაფერი რაღაცაირად პოზიტიურ სტილში ჩანს, უკვე ხო ასეა რაღაცა. ჩვენ ამას შვებით ყოველთვის, რომ პოზიტივი გვინდა რომ იმით. დღეს მე დავწმუნდი ამაში, რომ სამწუხაროდ მრავალი პრობლემის და სოციალური ფონის მიუხედავად რომელიც არის ქვეყანაში, რაღაცნაირად უნდა შევძლოთ და ერთმანეთს შევაძლებინოთ სწორედ აი პოზიტივის დანახვა აუცილებლად ცხოვრებაში და მე იმედი მაქვს, რომ ოდნავ მაინც დღეს ჩვენ ეს გამოგვივიდა. კიდე გვაქვს ორი ბლოკი წინ. ამისთვის. ძალიან ძნელია მართალი ხარ პოზიტივის დანახვა, თუმცა რაღაცა ბედნიერების განცდა რა არის ხშირად ხო სვამენამ შეკითხვას და პრინციპში გაიხედავ გამოიხედავ არა უშავს რაღაცებს, ხო? ფერიც რა ისეთი შემოდგომა რაღაც არაჩვეულებრივი ჩვენ ქალაქში. მაგალითად ცალკე ბედნიერების ისა მაქვს მე რა ქვია, წყაროდ ვაქციეს, ბევრი მზე ჩვენს დედაქალაქში ამ სექტემბრის მიწურულს და ეხლა უკვე ნახოთ კურიერის მოკლე ანონსი. აი ცოტა დაგვიანებით, მაგრამ აი კარგ საქმეს დაუთმეთ დრო და ამიტომ არ მენანება, მინდა მოვიწვიო ყველასთვის საყვარელი ახალგაზრდა მომღერლები, უკვე ცნობილი მომღერლები, რომელიც ძალიან დიდ საქმეს შეეწიან. მარიამ როინიშვილი, გთხოვთ და მიშა ქირია. მოგესალმებით. მე რაღაცა იშვიათად მაქვს ხოლმე ეს პარადალე, მაგრამ ეთქობა ისე მომინდა რომ თქვენ ესე შემოსულიყავით რაღაცა ჰოლივუდურად. დიდი მადლობა. თქვენ ხართ ძალიან კარგი ბავშვები. ბავშვები, მოდი ესე ვიტყვი. ჩვენ ხსიამოვნებს მოგონი. რეალურად მართლა დამეჭისებია რომ ვიცოდი, ცუდი კი არ იქნება. მე 29-ის ვარ. მე 25-ის. შენ უკვე 29-ის. დაუბერდი. ზედა მიშა, მოდი დავიწყოთ ჯერ მიშადან, ბატონო, სიამოვნო. მე რამდენადაც იმდენი ხანი არ მინახე ხარ და უბრალოდ სოციალური ქსელით ხან ვასწრებ, გამოგზდიო სადა ხარ და ხან ვერ ვასწრებ. მითხარი, საიდან ჩამოხვედი ახლა? ეხლა ჩამოვედი ბერლინიდან, Deutsche ცოტა Opera-ში. გაწვალდი წასვლაზე, მაგრამ წასვლაზე გავწვალდი, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ ძალიან მოკლე დროში მითხრეს, რომ ერთი კვირა მქონდა მოსამზადებლად. ხო წავსულიყავი პუჩინის ოპერა ტურანდოჩი, მემღერა პინგის ესეთ თავარი ბარიტონია. ხო და რომ დამირეკეს, მითხრეს, რომ თუ მოასწრებო, თუ იცი ხო და ატეხე განგაში, სოციალურ ქსელში, გადაწვდი ყველა სამინისტროებს ერთად, მაგრამ გამოიღო ამან რეზულტატი მოგცა. კი, გამოიღო, იმიტომ რომ არა თვითონ სამინისტროზე არ გამომუღია რეზულტატი, უფრო მეგობრული იმებიდან, არხებიდან, იმიტომ რომ არაფერი არ იყო საჭირო და არაფერი დიდი საპრობლემო არ იყო, თვითონ ვიზის პრობლემა იყო, რაც ერთი დღით ადრე უნდა ჩავეწერეთ საკონსულოში და ამაზე არავინ შეიბერტყა ყური მაინც და მაინც, მაგრამ მე მეგობრებმა ხო, ნელ-ნელა უნდა ვაიძულოთ ყველაფრისთვის. კი. წარმატებები მითხარი იქ. წარმატებები 4 სპექტაკლი მქონდა. 7 დღეში ვისწავლე ეს ურთულესი პარტია, იმიტომ რომ არის დაახლოებით 200 გვერდამდეა და ამის ჯერ დაზეპირება ხამე რო ვიღვიძებდი, ახსენდებოდა რაღაც ფრაზები და ისინი რო გძინავს, ხო?
დღეში 4 საათი მეცადინეობდი პიანისტს და მე ცალკე მე რო ჩავედი უკვე რეპეტიციები დავიწყეთ რეჟისორთან ერთად დირიჟორი იყო ალექსანდრ ჯოელი თუ გაგიგიათ პოპომღერალი ჯოელი მაგის ძმა იმის დიახ ხო და ვიმუშავეთ პოპომღერალის ძმის გადასახედიდან უნდა გავიცნო ხო იმიტომ რომ კაი დირიჟორია ძალიან და ფანტასტიკური კასტი იყო შემადგენლობა ნუ ეხლა დოიჩე ოპერა A-კლასის ოპერაა და სოფლიოს 10 საუკეთესო ოპერაში შედის კი ძალიან უყვართ ჩვენი მომღერლები როგორც ყოველთვის განსაკუთრებით ყველასთვის საამაყო ქართველი პაატა ბურჭულაძე და ლადო ათანელი ნინო მაჩაიძე მღერის ეხლათან ხო და მოკლედ კარგი სიტუაცია იყო და ჩემი ანიტა არ ვიცი მართლა გერმანიაში ჯერ არა გერმანიაში როგორ არის შტატ-ოპერაში მაგრამ ბერლინში არ მართალი გითხრა არ ვიცი და მაგითო ვერ ვიტყვი თორე შტატ-ოპერაში ნუ დედოფალი ეხლა მითხარით თქვენ ორივემ როგორ მოიფიქრეთ და როგორ გადაწყვეტეთ რომ სოლო კონცერტი მიცემთ რა რიცხვშია მითხარით პირველ რიგში ეს არის 10 ოქტომბერს იმიტომ რომ ჯუზეპე ვერდის დაბადების დღეს დავამთხვიეთ ამთხვიეთ მაგრამ ფლატვერდის იყო არ იყო არა ფლატვერდის არ მღერით რა ამიტომ ფლატვერდის ძვენით სხვა კომპოზიტორები მოდი ესე ვთქვა კი იმიტომ რომ ძალიან ბევრი თარიღია ისე სხვა შორის ისე დაემთხვა რომ 10 ოქტომბერს არის ხო არის სიმღერაში არის მარია კალასი როგორც ამბობენ ღვთაება და მე არის ლა რეჯინა დედოფალი ლეილა გენჯერის დაბადების დღეა და თან ჯუზეპე ვერდის დაბადების დღეა და ჩვენი კონცერტის დაემთხვა განაცალე რისიქია ხარ ეხლა რო არ დაგემთხვია და რო არ იმას გეკეთე ხო და ეხლა მარიამი გააგრძელებს მარიამი გააგრძელებს მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ დღეს მარიამი ჩვენ ვერ შეგვისრულებს ვერაფერს მაგრამ ჩვენ მის ყმას ასე ვთქვათ მოვეფერებით და გავუფრთხილდებით მეც ეს უფრო ხო მე ძალიან მნიშვნელოვანია დღეს არა მაგაზე არასოდეს არ ადამიანები ვართ და რაღაცები მე ძალიან მინდა მე ეს ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმი რომელიც კონსერვატორიაში ლარინგოლოგი ის ცალკე მოვიწვიო და საერთოდ ეს თემა ცოტა განვავრცელო კი ძალიან კარგი იქნება როგორ შეიძლება გამოვძვრეს სიტუაციიდან როდესაც მე იოგები ასე ვთქვათ არ მომყვებიან და დროც არ მაქვს ძალიან ფართო თემაა ეს მაგრამ დღეს არაფერი არ აქვს შეგიძლია თორე დაგახვედრებთ მოყევით ამ კონცერტს ხო ეს კონცერტი სხვათა შორის ერთი წლის წინ ჩვენ ზუსტად გქონდა იდეა მაგრამ არა ესეთი მასშტაბური არ ყოფილა ეს კონცერტი ჩვენ შაშანის გავსი კონცერტი ჩავატარეთ მაგრამ არა ორკესტრთან ერთად აქ უკვე რაღაც სხვა მასშტაბებზე არის ლაპარაკი ძალიან ნერვიულობ ძალიან საინტერესო პროგრამა არის იმიტომ რომ არის სულ ბელკანტო არ არის ბექი არ არის პუჩინი არც წინა პერიოდის კომპოზიტორები ჩვენ მე მგონი ქართველებს ძალიან გვიზის ეს ლამაზი მუსიკა და მღერადი მუსიკა რაც არის ბელკანტოში მართლა და მე ვფიქრობ რომ საინტერესო მოსასმენი უნდა იყოს ეს ყველაფერი იტალიაში ბელკანტოსთან დაკავშირებით რა მითხრა შენ ხო არ ესოდეს არის მაგრამ გაუთხრეთ ბელკანტოსთან დაკავშირებით ფენომენალური შემსრულებელი ხარ მაგრამ ეს არ იტყვის არ დაწერს ყველაფერს დამალავს ჩაი თქვი ახლა შენი პირით მოყევი რაღაც გავსი იყო ახლა ეს მე ხერხულია მაგრამ ყოველ შემთხვევაში როდესაც კი ქალბატონ რენატა სკოტოსთან მომიწია რამდენჯერმე ბედიერება რომ ქონდა და მის გაკვეთილები ყვილად კი და მით უმეტეს სწორედ ბელკანტოში და არა მარტო ბელკანტოში მაგრამ დამეთანხმება რომ რენატა მართლა საოცარი შემსრულებელი იყო ამ რეპერტუარის და მისგან ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მართლა ძალიან დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ რომ კონცერტზე შესრულდა მხოლოდ ერთადერთი ბელინი. თვითონ ძალიან უყვარს ეს კომპოზიტორი და არასდროს არავის არ აძლევდა, როდესაც აი მაგის თქმა მინდოდა, რომ დიდ მომღერლებს აქვს ეს, რომ თვითონ რა რეპერტუარში იყვნენ მაგრები, არა გამორიცხული, არ მოსწონთ არ არის, ცოტა ეჭვიანობა. ხო, ეს ეჭვით გიყურებენ, რამდენად დააძლევ, რამდენად გააკეთა, მოკლედ იყო ეს ყველაფერი, ხა მინდა კონცერტს დაუბრუნდე ისევ ჩვენ კონცერტს. ეხლა რაც არის 10 ოქტომბერს დაგეგმილი და თქვათ რომ მე მგონი საინტერესო გამო იმიტომ რომ არის ორკესტრთან ერთად არის არაჩვეულებრივი დირიჟორი სიმფონიური ორკესტრი რა თქმა უნდა არის ბატონი რეზო ჯავახიშვილი დირიჟორი კი და ეს ყველაფერი იქნება რუსთაველის თეატრში და შემიძლია არ ვთქვა ძალიან დიდი მადლობა რუსთაველის თეატრს იმიტომ რომ ბატონო ეხლა მე მაინტერესებს მიშა დღეს რა შეგვისწრებს კი ბატონო მე შეგისრულებთ ესე ჩემი პირველი ნაწარმოები იყო საერთოდ რომ დავიწყე ეს და რაღაც სიმბოლურია ასე ვთქვათ უთხარით ქალბატონს скажите да ხო არ მინდა დიჩიდან ჩელო მოვია იტალიურად დიჩიდან ჩელო რა თქმა უნდა იტალიურად ნეაპოლურად იმიტომ რომ ჩემ დროს მაგას რუსულად ვერ რუსულად არ გვინდა მოუხმოთ კონცერტმეისტერს კი რა თქმა უნდა შესანიშნავი ანა ფალავანდიშვილი ახალგაზრდა პიანისტი და სანამ დაიწყებთ სიმღერას მე მაქვს თქვენთვის სიურპრიზი ვა თელავის ფესტივალი იწყება 10 რიცხვში
18-მდე და 13-ში არის ვოკალური მუსიკის კონცერტი. ვაიმე, შედით საიტზე ნახეთ ვინ გამოდიან და ეს ორი მოსაწვევით ხდება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა. ასეთ სიურპრიზი დაგახვედეთ. ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ აბა რა გამოგივა. გამოგივა ეხლა ეს პირია ხარ. ვარ თავისაშვება ის. მოდი ბრავო, ძალიან დიდი მადლობა. მიშა, ძალიან გაზრდილი ხარ. აი სხარი, როდესაც ესე გისმენ, რა მგონი სიმაღლეში ციზდებაო. არა, მე მგონი. არ ჩერდება. შენ გინდოდა რაღაცის ორი სიტყვით მინდა რომ გადავობილდო წეგან რაღაც არ ვერ ვთქვი კარგად, ისე როგორც მინდოდა. ერთი წამი ზუსტად. მადლობა რომ ვთქვი ამ ყველასთან დაკავშირებით, ხო? და გავედით რა. ხო, კარგით. გავედით. რუსთაველის დიდი მადლობა, ხო, კარგად ვერ ვთქვი თქო და ამიტომ რაღაც ესე გამოვიდა რომ წესიერად ვერ ვთქვი და მადლობა ამისთვის და ზოგადად მადლობა თუ ვინმე აკეთებთ ჩვენთვის რაღაცას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მე აუცილებლად გელი კონცერტი რო ჩაივლის, მე ისე რომ მოხვიდე, იმღერო დოდოსთან ერთად და ვილაპარაკოთ ძალიან ბევრ საინტერესო. წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს ციდან მე ვრუბელი გულზეთ მაწევს დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორის და სიჩუმე შენ სიყვარულს აღარ მაცდი გასაფხული ჩემთვის გაქრა და ილი რომ ლოდინი შემამარა თვალში ვერც
მადლობთ. თუ ასეთები იქნებით, 7 კაცა, არ ვიცი, არ ვიღლები, იმდენი მადლობები შემილია თქვენ გითხრათ, ძალიან კარგები კი არა, ძალიან მაგრები ხარ. და შენ ნინო, მოდი და ჩემი ნინო გულიაშვილი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, ძალიან ხშირი სტუმარი იქნები შენ. და ასევე ბიჭები, ძალიან დიდი მადლობა და გიორგი, შენ დაგიტოვებ. ნინა, გეფერები, ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბიჭებო, არ ვიცი. აი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. უმაგრესი ადამიანები ხართ. მე მოვიწყდება ხოლმე ეთერში რომ კონცერტზე. არა, გოჩა აგვიზის რა თავარია. მე აქ დავჭდე? კიდე აქ დაждე. არა, კარგად. ჩემთან ახლოს. იცი რა? სანამ ეხა შენ ჭკუაზე მოხვალ. სანამ სულ არ გადარეუხარ. გადლაპარაკე კიდე უფრო გადაგრევ. აი? გინდა გადაგრია? კი. 3 დღის წინ მე შენ ტელეფონზე გელაპარაკე და შემემითხარი რომ ერთი ოცნება მაქვს ამ ქვეყანაზე ელისო ვირსალაძის კონცერტზე მინდა. კი, აი ძალიან. და მე გითხარი რომ ბილეთები არ არის. მომეცი. 2 ბილეთი გამოგიგზავნეს ფესტივალდა 11-ში. სოლო კონცერტი, ეს არის საუკუნის კონცერტი. როგორ გიორგი არ წაგიყვან? 2 ცალია სხვადასხვა გაითვალისწინე. იგი დამები აკრავა. წამოვიდა და დავიხჩვი. უდიდესი მადლობა, ეს არის. და მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი საჩუქარია. და შენაერი მუსიკოსისთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ შენ ყვარს არიან მომღერლები, არიან მუსიკოსები და მომღერლები. როგორ მიხარია? ნინო ქათამაძე ეს არის. შენ როგორ მინდა რომ როდესმე დააწერენ ქვევით რომ მუსიკოსია და მომღერალი? მუსიკოსი, მე მომღერალსაც და მუსიკოსი, დიდი ასოებით. და რა ვიცი, რამდენი ვინ თელმა ქვეყანამ უნდა უთხრას ამას მადლობა. იმიტომ რომ არ მომერიდება იმის თქმის, ის არის ერთ-ერთი ის მომღერალი, ვინც ჩვენი ქართული მუსიკა გაიტანა გარეთ. გაიტან გამაიტანა. გაიტან ჟამაიტანა. მაგრამ აი მთელი ჩვენი გადაცემის და რუბრიკის არსი ეს არის რა უნდა გავაკეთოთ რომ დაწყებ რომ იწყებენ ხა ნიჭიერი ადამიანები მოდიან ბავშვები მოდი შევთანხმდეთ რომ ხმა ყველას აქვს და ისე უკაკუნებენ სი ბემოლს და სის და დოს რო თვალს არ ახამხამებენ მაგრამ არაფერს არ მეუბნებიან მე პირადად იმიტომ რომ არ მინდა listen თავისი სამი იმითი მოდულაციით და რაღაცა საოცრებებით იმიტომ რომ იგივე გინდაც ჩვენთან გინდაც ქალაქში გინდაც რეგიონში 40-45 წლის ადამიანი ზის ტელევიზორთან რომელიც გიждდება ამ მუსიკალურ პროექტებზე დაუშვათ კონცერტებზე და არაფერი არ ესმის ის რაზე ღაღადებს აგერ შეხართ ორი ადამიანი და მოდი ამაზე ვთქვათ ორი სიტყვა. აი. რთულია. იცით რა რთულია, სიტყვა რთულია, თავად რთულია, იმიტომ რომ აქვს თავისი მნიშვნელობა, აქვს თავისი სიღრმე. მუსიკოსი ვაჟა, დიდი მადლობა. სიტყვა რთულია, მეც ძალიან მიძნელდება, ვინაიდან მუსიკაში გარდა იმისა, რომ მუსიკაში მას აქვს თავისი მელოდიური მნიშვნელობა, მას აქვს კიდევ თავისი განსაკუთრებული მიმდინარეობა. ყველა მიმდინარეობაში ყველა სიტყვას ვერ გამოიყენებ. ყველა ისტორიის მოყოლეს დროს ყველა სიტყვას ვერ გამოიყენებ. ძალიან ფაქისაც ჟღერს ჩვენი ესეთი ენერგიული ფონეტიკა და ხშირ შემთხვევაში, როდესაც იმიტომ რომ ის არ იყოს ამოვარდნილი, გიწევს მუშაობა იმაზე, რომ რაღაცა ასოები იყოს შიგნით ნამღერი. შესაძლოა შენ რომ იწყებ დაუშვათ სიტყვით და გადადიხარ მე უსიტყვოზე, მე აზრი არ მეკარგება სიმღერის. ამაშია მთელი ასე ვთქვათ შინაარს არ კარგავს შინაარს არ კარგავს რადგან ახლავს ისტორია იმიტომ რომ ეს შენგან მოდის და იმ ტექსტიდან მოდის რომელიც ძალიან კარგად იცი უბრალოდ ის სიტყვა მე ასე მგონია ის სიტყვა იმ წუთში აღარ არის შენთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ემოციურად უფრო დიდი სიტყვა მოდის
უსიტყვოდ. აი ეს ამ პრობლემამ გამოიწვია ნინო ის რომ შენ ეს გერები როგორც ამობცოტა უკან უნდა გადაყარო აი რაღაცა შენი მიგნება ასე თქვა ჩემ შემთხვევაში გულწრფელად ვაღიარებ რომ მე ძალიან მიჭირს ჩვენს ჯგუფში სიტყვებს ძირითადად უფრო კარგად იცნობს დათო ჭაბულაძე რომელიც აი ხო რადგან თვითონ წერს სიმღერას მე ძალიან მიზელდება სიტყვასთან ურთიერთობა ვინაიდან სხვანაირად ხედავ მის მელოდიურ ხაზს სხვანაირად კონტაქტები. აი ძალიან კარგად გამოსდის სიტყვა დაუშვათ ნიას დიასამიძეს მუსიკაში. მაგრამ ძველ სიმღერას როცა იღებ, სადაც უკვე არსებობს სიტყვები, ხო? და მე შენ რაღაცნაირად ირგებ, არ ვიცი. ხო, მაგრამ მე ვარგებ ჩემ ისტორიას, ჩემ სიყვარულს ვარგებ, ჩემებურ ხედვას გარდა მაგისა, იცით რა არის? ჯერ მიყვარს ის ისტორია და იმის ირგვლივ არსებული გარემო, როდესაც დაიბადა ეს სიმღერა და მე ვერთდები მე ის ვერ ვაკადრებ ვერცეთ კომპოზიციას რომ ეგრევე ჩემად მოვირგო. არა, თავიდანვე უნდა გიყვარდეს ისე როგორც არის და მაგრამ ძალიან კარგია ის ძალიან სასაცილოა ზოგიერთი ქართული ქალაქური სიმღერა თავისი ტექსტებით. ისეთი სასაცილოა ხოლმე. ხო, ისეთი სასაცილოა, მაგრამ რაღაცნაირად მოხდა რომ შეინარჩუნა. გიორგი თქვას როგორია დავუშვათ აი ქართულ მუსიკაში. თქვენ მაინც ჯერ ნინოზე მინდა ვთქვა რომ აი ვაი არის რაღაცა ნინოში ყველაფერი ერთად არის შერწყმული, ხო? ანუ მარტო რაღაც ერთი მხრივ რო იყოს, თქვა X-Men-ა იყოს, ნინო არის ყველაფერი ერთად გემოვნება. აკაკი რო დარჩი გიორგი რა. გემოვნება პირველ რიგში რომ აი ჯერ ისეთი თავისია ყველაფერი რაც არის და ეს გემოვნებაა განსაკუთრებული, ხო? ეხლა ნინოსთან ერთად არაერთხელ მქონდა ესე ვთქვათ მუსიკალური ტურნე და იმპროვიზაციის ულევი ყველანაირად ცდილობს რომ აი დიდ დარბაზშიც ყველა ადამიანს ეკონტაქტება სცენიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცდილობს რომ ყველა ჩაითრიოს ამ თავის მუსიკაში და ამით ხა ყველა ნასიამოვნები არის ხო დარბაზში ხა ამიტომ ნინო არის განსაკუთრებული არის ყველანაირად მაგრამ მარინა რასაც წუხს ასე ვთქვათ ძველი ქართული სიმღერები რომლებიც ესე ვთქვათ ახალ უფრო თანამედროვე სახეს მიიღებენ ისეთი ვეღარ არის ან ისეთი არ გამოდის ან ძალიან უნდათ მაგრამ არ გამოდის და ამ შემთხვევაში გამოდის ხო და ამის ჩაცდომა გვინდა როგორ გამოდის არის ძალიან სახიფათო მაგრამ მე ერთ რაღაცას მოგიყვები აი 6 წელი ხო დავდიოდი კასტინგებზე. ჯეოსტარის დროს და რო დაიწყებოდა კასტინგი, აი ესე შემოდიოდნენ ბავშვი. რა სიმღერებს ვეკითხებ? ნინო კომპოზიტორი ნინო ქათამაძე სულიკო. პირდაპირ გეტყვი რომ ბრაზობდი. ძალიან კაი, უნდა იმიტომ რომ ხა ვარინკა წერეთელი იმან რო არის ეს ფაქტი. პირველ ეტაპზე ბრაზობდი. არა გენაცვალე, ეს არის ვარინკა წერეთელის დაწერილი. მე მივხვდი რომ საოცრად დიდი საქმე გააკეთე. საოცრად რომ არა ნინო ეს თაობა სულიკოს ხურში საერთოდ ვერ მოხდებოდა. ხტები ძალიან დიდი. კაცასაც აქვს რეპერტუარში მე ვიცი. მე მაინც უფრო ისეთი კლასიკური სტილში. მაგრამ საოცარი ჟღერადობა აქვს. ისეთი პიანო აქვს, ისეთი გემრიელები არიან. აი მე ისე მიყვარს ამ ადამიანებთან. საერთოდ ადვილი არ არის ნინოსთან. არა, ძალიან. იმიტომ რომ რა დროს რაც მოიგონებს და რაც გააკეთებს, შენ სულ ანუ ის ვარიანტი რომ თქვა რაღაცა გამომზადებული არ ნიშნავს იმას რომ იმას იმღერებს. შეიძლება ნინოს რაღაც წავიზ და შენ უნდა გაყვე. არ უნდა დაიკავო. არა, მოსული ეგეთი რამე. ჩემთვის არის თავარი ამ ეტაპზე, რომ ახალგაზრდა თაობამ კარგი ქართული მუსიკა შეიყვაროს და 2-3 მაინც ქონდეს თავის რეპერტუარში. იცით რა არის კიდევ თავი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართული მუსიკა არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტრადიციულ ჭრილში და ეს არსებობს. ის შენი ცხოვრების ნაწილია, ზუსტად ამაშია საქმე, რომ მე მაგალითად ამ წუთას მინდა ვთქვა, რომ ძალიან მინდა 7 კაცასთან ერთად ქართული რეპერტუარი ავიღო, ისეთი რეპერტუარი, რომელსაც იცნობენ ან არ იცნობენ და გავაკეთო უბრალოდ ისე, რომ ძალიან რბილად მოიტანოთ ტექსტით, შინაარსით ისტორიით, არა მარტო ფილმებით, რაღაცა არის ფილმები, რომელსაც დღევანდელი თაობა საერთოდ არ უყურებს, მაგრამ შეიძლება ისე ლამაზად მოიტანო ეს ყველაფერი პროექტი. ნიკოლოზ რაჭვერიც აკეთებს ფანტასტიკური პროექტებს, ხო? შეიძლება ეს ყველაფერი აკეთებს უბრალოდ ამ ვერსიას. იმდენად რომ შეაყვარო, იმიტომ რომ როდესაც რო ნახოთ ჯერთი ყველა ჩემი მსმენელი ოცნებობს საქართველოში ჩვენ კონცერტზე მოხვედრას, იმიტომ რომ სულ ყველა ამდენი ახალგაზრდა, გინდათ არტგენზე, გინდათ ფილარმონიაში, გინდათ სადაც გინდათ რა კონცერტი, რო დგას და ჩვეულებრივი ქართული სიტყვა გადაადგილებული და ისტორია
ისევე შექმნილ. ისე გემრიელად ვღერით, ისე იმდენი ისტორია ახლავს. უყვართ ერთმანეთი, უხსნეს ამ სიმღერებით ერთმანეთს. მაგრამ მაინც მეთქი არ თქვი მაინც შეკარტოს. იცი რა, ძალიან ყველა, იმიტომ რომ მინდა რომ კიდე ერთი სიმღერა მოასწრო. კი, მაგრამ ძალიან მინდა რომ თქვას გიორგიმ, კი ერთ შვიდკაცს მინდა, მადლობა გადავხადე, იმიტომ რომ ერთი კაცი შეკრებაა ძნელი და შვიდ კაცს რო შეკრებავ და შენს გულით რო არის. ნინას დიდი მადლობა რომ გამოვარდა საიდანაც. ერთი ზარი და სამსახურიდან და ძალიან დიდი მადლობა და მე ვიცი რომ შვიდ კაცა მიდის. ხო, მithumetes მაშინ როცა რამოდენიმე საათში თვითმფრინავი აქ და უთხარი რა საქართველოს რო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და აღსანიშნავი მხრივ რომ მილანში ეწყობა ქართული ქვევრის ღვინის და იაპონური სამზარეულოს ერთობლივი გამოფენა. რაც იუნესკომ აღიარა როგორც იუნესკოს აღიარებული არამატერიალური კულტურული ძეგლები, ესე ვთქვათ, და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და დღეს მივემგზავრე. დაგილოცავ გზას. ნეტაი კონცერტები არ გქონდეს ხო იცით რომ ჩამოსულიყავ, ეხა კიდე გვიმღერა და ეგებ დაგვრჩა. ძალიან დიდი. ეხა იმღერებთ მე არაერთხელ ეს სიმღერა ნამღერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რა მოგი. გემრიელად იქნება. გაგიცვალე ადგილები. მოდი. ნახე რა გოგო განმოგიჩინე გიორგი. ნახე ესეც ჩამაბარებ. მიკროფონი გვინდა თუ პეტლიჩკაში? არა, მიკროფონი. ეხლავე მოვიტან. რა მოძრაობა აწყდას? ფაცი ფუცი. კაია, კაი, სახში ვართ, სახში. მართლა სახში. აბარა კაც. და ესე არ ჩანს, მაგრამ ზუსტავი ორი ჩემია წერია. ხო, აბარა. ტექსტის ავტორი დათი ჩავუვაძე. არასოდეს გამიგია წვიმის ხმა ასე ნაზად სულის ძირზე მელოდია ჩამესმა 10,000 ფიქრს დიედა ყველას კითხე გაზაფხულდა თუ ჩემს გულში თბილნი ამაგაიარა When I know we will be for our love, get our life. Oh, but say that we were alone. Mihalia, radgan shenshi sitpos he. Meda sheni siqvaruli, ყველამ იცის ამ სიმღერით გონია რომ ახლოს ავხარ გაზაფხულდა თბილნი ამა გაიარა ვიცი გესმის ჩემი ლექსის ეს არის ასწაული ალბათ და ალბათ ყველა ადამიანმა უნდა იოცნებოს იმაზე რომ ეს ხშირად მოისმინოს მოდი დაჯექი ამაზე ისწავლოს ამაზე იმეცადინოს და ხშირად უსმინოს ძალიან დიდი მადლობა დღეს თქვენ რომ ჩვენი სტუმრები იყავით და ეს თქვენი სახლია
ყოველთვის გელოდებით. დიდი მადლობა. ნახვამდის. გამშვიდობებით ყველამდე. დიდი მადლობა.